მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი იმისთვის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატა დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა კვირის ენერგიები 5 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით ნახოთ როგორი კვირა გექნებათ რა იქნება ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიები იქნება ვარიანტი იქნება 2 ნახოთ კვირის ენერგიები პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი პირველი იყოს ესეთი ქვა და მეორე ესეთი თეთრი ქვა ნახოთ პირველი ან მეორე ვარიანტი მოდით ესე დავაყენებ და უფრო კარგად გამოჩნდება პირველი ან მეორე ვარიანტი იმედი ამორჩეთ მე გავწევ პირველ ვარიანტს მეორე ვარიანტს პირველი ვარიანტი ვინც აირჩია საკმაოდ ესეთი გაყვებად სადღესასწაულო განწყობა საკმაოდ ესეთი ჰარმონიული პერიოდი გექნებათ ეს ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება ითქვას კიდე იქნება რაღაც დღესასწაულები შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა დაბადების დღეები ან კორპორატიულები ყოველ შემთხვევაში ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ესეთი სასიამოვნო განწყობა სასიამოვნო ენერგიები გაყვებათ აქ შესაძლებელია პარტნიორისგანაც იყოს რაღაცა ესეთი კიდევ დამატებითი საჩუქრები რაღაცა გასეირნება ხო თუნდაც უბრალოდ რაღაცა ერთმანეთთან კიდევ მეტი კომუნიკაცია პირველი ვარიანტისთვის ეს იქნება რაღაცა კიდევ გაგრძელება სადღესასწაულო ეიფორიის სადღესასწაულო ემოციების განცდები რაღაცა სიამოვნების კენ ესე რა ვთქვათ ხო რაღაცა დადებითი ასპექტები ერთი კვირის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება პირველ ვარიანტთან. მოდით ნახოთ მეორე ვარიანტთან როგორი კვირა იქნება. ვინც აირჩია ესეთი თეთრი ქვა. მეორე ვარიანტთან მგონი დაიწყო შრომა, სამსახური, აქტიურობა, განახლება სიტუაციების, ну ახლა თუ აქ თქვენ განახლებული საქმიანობით ან რაღაცა სფერო გაქვთ შეცვლილი ან სამსახურს იცვლით ან რაღაცას იწყებთ, ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც თქვენ იწყებთ აქტიურად ჩაბმას თქვენი ენერგიის, თქვენი რესურსის. სხვათა შორის საკმაოდ ესეთი კვირა გექნებათ მეორე ვარიანტსაც, აი თქვენს ხელში აიღებთ ყველაფერს, განსაკუთრებით შეიძლება პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით გქონდეთ რაღაც ესეთი აქტიური ფაზა და განახლებები, თქვათ, ხო, ანუ მივიდა ადამიანი იქამდე, რომ სჭირდება სხვა საფეხურზე გადასვლა. ну აქ მეორე მხრივ თუ სამსახურის კუთხით განვიხილოთ, ეს იქნება პერიოდი, როდესაც ვიწყებთ განახლებული ენერგიებით მუშაობას, ახალ გამოწვევებს, ახალ პროექტებს და ესე ვთქვათ, ეს ერთი კვირა თქვენთვის ძალიან შრომატევადი იქნება, ვერ ვიტყვი, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, თქვენი კვირა, მეორე ვარიანტის კვირა უფრო შრომატევადია, თუმცა კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აიღოს თავის სადავეები, ყველანაირი სადავე და მართოს მის გარშემო სიტუაციები, ეს იქნებიან ადამიანები, რაღაც სამუშაო მდგომარეობა, ხო, ყველანაირად. სხვათა შორის მეორე ვარიანტიც კარგი კვირა ელოდება იმ მხრივ რომ ის იქნება ეპიცენტრში ყველა მოვლენის რაც იქნება, მაგრამ ეს მოვლენები არ იქნება რაღაცა ნეგატიური კუთხით, ეს იქნება დადებითი კუთხით მისთვის, ეს იქნება კიდევ ერთი გამოწვევა და კიდევ ერთი დარწმუნება თავის თვითშეფასებაში, რომ მას კვლავ შეუძლია და კიდევ უფრო კარგად შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოინდომებს, ხო? ანუ ყველა კუთხი ურთიერთობა უნდა რომ დაალაგდება, იმიტომ რომ მასზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. საქმიანი სფერო უნდა დაალაგდეს, მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული და შესაბამისად დაალაგდება. ანუ ნახეთ, მეორე ვარიანტისთვის ეს არის კვირა, როდესაც ის იწყებს სადავეების ხელში აღებას და თავისი კურსით, თავისი შეხედულებებით მართვას მთელი კვირის განმავლობაში, ესე რომ ვთქვათ. მშვენიერი
კვირის არკანებია, ვერ ვიტყვი რომ ცუდია, პირველისთვისაც და მეორე ვარიანტისთვისაც საკმაოდ საინტერესო კვირა გელოდებათ. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას, სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს. დროებით.